თავიდანვე მოგაწვდით ინფორმაციას, როგორ განვითარდა მოვლენები. თავდაპირველად, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დააკავება იყო თვითნებური. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიცია უფლებამოსილია პირი დააკავოს. საპროტესტო სტიკერის გაკვრა, რომლის მოცილება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ძალისხმევასთან ან რესურსებთან, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას და ასეთ დროს საერთოდ დაუშვებელია პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება. მიუხედავად ამისა, პოლიცია მიყვება უკანონო პრაქტიკას და მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გააფორმეს სხვა მუხლით, 173 მუხლით, რომელიც სახეზე სინამდვილეში არ იყო. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი ჩვენი მხრიდან გასაჩივრდება, გასაჩივრების ვადა იწურება ხვალ და იმ დროისათვის, როდესაც სისხლის სამართლის მოსამართლემ ადმინისტრაციული დაკავება და ასევე სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტი გამოიყენა საქმეში, ეს არ ღვევდა უდანაშაულობის პრეზუმპციას, რადგან ამ დროისთვის არ იყო დადგენილი არც სამართალდარღვევის ჩადენის კანონიერება და არც დაკავების კანონიერება. კიდევ ერთხელ ჩვენ დაკავების კანონიერებაზეც ვდაობთ, იმიტომ რომ დაკავება თვითნებური ხასიათის იყო და ამასთან დაკავშირებით საჩივარი ხვალ შევა შესაბამის უწყებაში. შემდეგი გარემოება, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკვე დაკავების შემდგომ სისხლის სამართლის წესით. სახეზეა არასათანადო მოპყრობა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ იქცეოდა ირაკლი დგებუაძე და ეს არის პოლიციის ხელმძღვანელი ბათუმში, რომელმაც არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მზია ამაღლობელს, ის ცდილობდა დაკავების ოთახში, სადაც მზია იმყოფებოდა, შესვლას რამდენჯერმე და ეს ცდილობა რამდენჯერმე წარმატებით დასრულდა, შევიდა და ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს, ასევე ის ძალით რამდენჯერმე გაიყვანეს ოთახიდან, რომ უფრო მძიმე ფორმები არ ქონოდა არასათანადო მოპყრობას, მაგრამ ის რაც მოხდა, კვალიფიცირდება როგორც დამამცირებელი მოპყრობა და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ასევე როგორც იცით, ირაკლი დგებუაძემ გარკვეული დროის განმავლობაში მზია ამაღლობელს აუკრძალა წყლის მიღება და ასევე არ ეძლეოდა მას შესაძლებლობა ესარგებლა სხვა პირველადი საშუალებებით, ასევე 3 საათის განმავლობაში ადვოკატები, რომლებიც გარეთ იცდიდნენ, ვერ შედიოდნენ მზია ამაღლობელთან და სწორედ აი ამ პერიოდში ხორციელდებოდა მასზე არასათანადო მოპყრობა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა 12 იანვარს, ანუ ძალიან მალე ამ ფაქტების შესახებ სპეციალურ საგამოძიებო ორგანო სამსახური, რომელიც ვალდებულია გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ინფორმირებული იყო, თუმცა ეს უწყება თავიდან მიყვა არასწორ პრაქტიკას, როდესაც ატარებს მოკვლევას, ეგრეთ წოდებულ მოკვლევას, რომელსაც აღარ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, მაგრამ აი ესეთი პროცედურები დაიწყეს მათ და 15 იანვარს მათთვის უკვე დეტალურად მოკვლევის ეტაპზევე ცნობილი იყო უშუალოდ მზია ამაღლობელისაგან იმ ფაქტების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა პოლიციის განყოფილებაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში არ ვიცოდით და არ ყოფინებდნენ იმის შესახებ, რომ გამოძიებას იწყებდნენ და მხოლოდ დღეს დილით დაგვიდასტურეს, რომ გამოძიება ამ ფაქტზე დაწყებულია. ჩვენ რა თქმა უნდა აქტიურად ვითანამშრომლებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და მათ შორის მოვითხოთ საქმის მასალების გაცნობას იმისთვის, რომ დავწმუნდეთ, რამდენად ეფექტიანად წარიმართება ეს გამოძიება. ის რომ გამოძიება დაუყოვნებლივ არ დაიწყო და აქ იყო შეფერხება, ჩვენ რა თქმა უნდა კითხვებს გვიჩენს, რამდენად ობიექტური იქნება ეს უწყება ამ საქმის გამოძიებისას. ამ ეჭვებს ამყარებს ისიც, რომ ეს სამსახური არ არის აქტიური და მას არ გაუხსნია არც ერთი ის საქმე, რომელსაც ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ და აქციის სხვა მონაწილეების წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ მის მანდატში შედის. ამიტომ ამ უწყების მოქმედებებს ჩვენ აქტიურად გავეცნობით და საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას. შემდეგი საკითხი ეხება სისხლის სამართლის უკანონო ბრალდებას. თავად ის მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელს ედავება პროკურატურა, არ არის ის მუხლი, რომლითაც ის ქმედება შეიძლება დაისაჯოს, რისთვისაც ახლა მას ჯიან. ეს მუხლი 353 პრიმა მუხლი თავის თავში აერთიანებს რამდენიმე ისეთ ელემენტს, რომელიც სახეზე უნდა იყოს ერთობლივად. ეს არის თავდასხმა, როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი და აგრესიული აქტი, თავდასხმის განხორციელება უნდა იყოს პირდაპირი განზრახვით და თავდასხმის მიზანი უნდა დაკავშირებული იყოს პოლიციის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან. ამ საქმეში
გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი გებუაძის სახეზე ხვდება, არც ერთ ამ ელემენტს არ მოიცავს. თავად ირაკლი გებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 353 პრიმა მუხლის კვალიფიკაციას. როგორც ის აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყაზე და მარცხენა ყურზე აღინიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი. მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება და შესაბამისად ის, როგორც თვითონ ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულმა ეს ეპიზოდი აღწერა, არ იძლევა 353 პრიმა მუხლის შემადგენლობას და თავიდანვე ამ მუხლით ამ ქმედების კვალიფიცირება წარმოადგენდა უკანონობას და ეს არის პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი მახასიათებელი, როდესაც უკანონო ბრალდებით ხდება პირის პასუხისგებაში მიცემა. ასევე აქ უნდა განვმარტოთ, რომ სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ფიზიკური ტკივილის გამოწვევაც კი, ეს რომს დადასტურებული იყო და იმ ქმედებას არ შეეძლო ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, მაგრამ ეს რომს დადასტურებული იყო, ეს არ ჩაჯდება არც სისხლის სამართლის სხვა უფრო მსუბუქ მუხლებში, რადგან მას არ შეეძლო ასეთი ტკივილის გამოწვევა ობიექტურად იმ ქმედების შედეგად, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ეს შედეგი ვერ დადგებოდა. აქედან გამომდინარე, ზოგადად სხვა ნებისმიერი მუხლით სისხლის სამართლის კოდექსში უფრო მსუბუქი მუხლებითაც სისხლის სამართლებრივი დევნა მზია ამაღლობელის იქნება უკანონო და ამასთან დაკავშირებით ცალსახად ახლავე გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს ქმედება არ წარმოადგენდა დანაშაულს და შესაბამისად მასზე სისხლის სამართლებრივი ბრალდების აღძვრა და საქმის დაწყება წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას. შემდგომი საკითხი, რომელიც საზოგადოებას გვინდა მივაწოდოთ, ეხება პატიმრობის გამოყენებას უკანონოდ. პატიმრობა ეს არის აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ისეთი გარემოებები, რომელიც ხელს შეუშლის მაგალითად გამოძიებას, იმიტომ რომ მიიმალება ბრალდებული ან მოწმეებზე გავლენას მოახდენს ან ასე შემდეგ. ამ საქმეზე ასეთი გარემოებების სახეზე არ იყო და პროკურორის დაუსაბუთებელი ასეთი შუამდგომლობა მოსამართლემ უპირობოდ გაითვალისწინა. აქვე უნდა ვთქვათ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე საერთოდ არ იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, მხარემ, დაცვის მხარემ მაინც დამატებით შუამდგომლა გირაოს ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, თუმცა ეს არც ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სასამართლოს მხრიდან, რაც წარმოადგენს დარღვევას. და ასევე მოსამართლემ დაარღვია ამ პროცესში, როდესაც პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სჯელობდა, დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმპცია, რადგან მან თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებს, რომელიც არ არის დადგენილი სასამართლოს მხრიდან. კერძოდ დააფუძნა იმას, რომ ადმინისტრაციული აქტი არის თითქოს შედგენილი დაკავების სახით ამ ქმედებამდე ცოტა ხნით ადრე. დაკავება და მისი კანონიერება, როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს და ეს ფაქტი საერთოდ არ არის ჯერ დადგენილი, მათ შორის სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ადმინისტრაციული ოქმიც კი არ არსებობს ამ დროისთვის. მიუხედავად ამისა, ეს გარემოებები არის მთავარი, რის გამოც მოსამართლემ გამოიყენა პატიმრობა, რაც არის რეპრესიების და პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მახასიათებელი. შემდეგი საკითხი ეხება საჩივრის გაგზავნის დაყოვნებას. როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, საჩივარი შეიტანება ამ პატიმრობის გამოყენების შესახებ იმ სასამართლოში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და შემდგომ ეგზავნება ზემდგომ სასამართლოს. ამ შემთხვევაში საჩივარი დარეგისტრირდა 2025 წლის 15 იანვარს 17 საათსა და 44 წუთზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში და კანონმდებლობის თანახმად ბათუმის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გაეგზავნა ეს საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის, რომელსაც თავისუფლად აქვს 72 საათი იმისთვის, რომ ემსჯელა აი ამ საჩივარზე და მიეღო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიება სწორად იყო გამოყენებული თუ არა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მხრიდან ეს საჩივარი გაიგზავნა დაგვიანებით და არ გაიგზავნა დაუყოვნებლივ და 4 დღე ისე გავიდა, რომ საჩივარი არ იყო მისული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ დღეს დილის საათებში დაგვიდასტურეს, რომ დღეს ჩაბარდათ მათ საჩივარი, რაც წარმოადგენს ამ საპროცესო ვადების დარღვევას, უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ეს ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში და ეს ვადაც, რომელიც ამ პატიმრობის გადახედვისთვის უნდა ყოფილიყო დადგენილი, დაირღვა სასამართლოს ქმედებით. მოსამართლის კვალიფიკაციის საკითხზეც გვინდა მოგახსენოთ, მოსამართლის კვალიფიკაცია, რომელმაც მზია ამაღლობელს წინააღმდეგ გამოიყენა
პატიმრობა მას როგორც ამას ადასტურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი და იქ განთავსებული ინფორმაცია, მას მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდებით ჩაბარებული აქვს სამოქალაქო ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2022 წელს ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის საქმიანობას შეუდგა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ამ საიტზე არ იძებნება ინფორმაცია, როდის მოხდა მისთვის კოლეგიის შეცვლა, თუმცა ეს ასეც რომ მომხდარიყო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეეცვალა მისთვის კოლეგია, ეს ადასტურებს იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც მოსამართლეების კოლეგიების განსაზღვრა ხდება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული რა მიმართულებით აქვთ მათ ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები.